დღეს გიორგი უძილაურის ოჯახმა პრაქტიკულად დაადასტურა ის, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური ელფერი. პროცესის დასრულების შემდეგ პირველებმა ჩაუწერეთ ინტერვიუ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო და სწორედ ეს ქალბატონი ჩვენთან საუბარში ამბობს იმას, რომ მაშინ როგორც კი გაიყო პრაქტიკულად ქართული ოცნება სხვადასხვა ფლანგებად ღარიბაშვილ კობახიძის, ბექა უძილაური აღმოჩნდა იმ მხარეს, რომელიც მხარს უჭერდა ევროპას და ქვეყნის დასავლურ მომავალს. ეს პასუხი ჩვენ მივიღეთ კითხვაზე, როდესაც დავსვით შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს უძილაურის ახლობლობა ღარიბაშვილთან და გრიგოლ ილუაშვილთან იმას, რომ საქმე მის წინააღმდეგ დაიწყო და რომ მას ახლა ევროპის ჯაშუშობას ედავებიან და სწორედ ამაზე პასუხად ჩვენ მოვისმინეთ გიორგი უძილაურის მეუღლისგან ის, რომ რეალურად არ არის გამორიცხული საქმეს ჰქონდეს სწორედ პოლიტიკური ელფერი, რადგან ის იყო ახლო გარემოცვის წევრი სწორედ აღნიშნული ადამიანების იმ ექს-ჩინოვნიკების, რომლებიც ახლა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ან ბრალდებული სტატუსით არიან ან უკვე არიან მსჯავრდებულები. ეს არის შურისძიება ევროპის წინააღმდეგ. სწორედ ეს იყო განცხადება, რომელიც გიორგი უძილაურის მეუღლემ დღეს პირველებთან ინტერვიუში გააკეთა. ერთადერთი ვიცით ოჯახის წევრებმაც, მეგობრებმაც ყველამ 14 წლიდან ვიცნობ გიორგის და ეს ადამიანი იყო თავის ქვეყნის და პროფესიის პატრიოტი და ერთგული და აი ვის დაჭირდა მე ვფიქრობ ცოტა უფრო გლობალურად რომ ევროპაზეა დარტყმა და ეხა გიორგი ამ იმაში ეთყობა ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდაო ეს ამ თემაში და ყველაფერი გაირკვევა სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოღონდ და ეს როგორ იქნება ვერ გეტყვით სამწუხაროდ. ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება მისი ახლო ურთიერთობა ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან გახდა იმის საფუძველი, რომ ისიც სისხლის სამართლის თემის ქვეშ არის ახლა ასეთი მძიმე ბრალდებით? იცით, არ მგონია ამ თემასთან კონტექსტში, მე უფრო მგონია, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თვითონ ქართულ ოცნებაში, აი იგივე რუსეთ-ევროპის თემაზე, ანუ ჩვენი მიმართულებების, ჩვენი მსოფლმხედველობის თემაზე იყო განხეთქილება. და როდესაც დაიყო ეს ოცნება მარტივ მომრავლებად, გიორგიც რა თქმა უნდა, როგორც ცივილური და პროგრესული ადამიანი, ყოველთვის იყო ევროპის და ამერიკის მხარეს და ჩვენი ნამდვილი პარტნიორების და არა იქ, სადაც ვიყავით და საიდანაც სხვათა შორის ჩვენი თაობა გამოძვერით ძლივს ბრძოლით. გამორიცხული არ არის, რომ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ პირთაწრე გაიზარდოს. ეს დასკვნა გამოვიტანეთ პროცესის დასრულების შემდეგ უკვე სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლისგან, რომელსაც დაუსვით კითხვა გიორგი უძილაურს ეხმარებოდა თუ არა ვინმე მათ შორის ძველი სამსახურებიდან და თანამდებობიდან იმაში, რომ მოეპოვებინა ინფორმაცია საიდუმლო, კონფიდენციალური და შემდეგ უკვე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლისთვის გადაეცა. ამ კითხვაზე პასუხად პროკურორი ამბობს, რომ საქმეს ადევს გრიფი, თუმცა მას იმის დადასტურება შეუძლია, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბუნებრივია არ არის გამორიცხული, რომ ახალი გარემოებები გამოიკვეთოს. დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა არის როგორც ვიდეო, ასევე აუდიო და სწორედ სავარაუდოდ ეს არის იმის დამადასტურებელი, როგორი პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა გიორგი უძილაურს იმ ადამიანთან, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლად არის მოხსენიებული ქართული საგამოძიებო უწყების მხრიდან. არ ეთანხმება ბრალს, იმიტომ რომ არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაცია საქმეში, მე ესე ვფიქრობ და თვითონ ვფიქრობ ასე და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირი. ჩვენი პოზიცია იყო ახვითი ღონისძიების გარეშე დატოვება ბრალდებულის, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, ბრალდებულნი არ მიმართა იყენებს დუმილის უფლებას არ უსაუბრია. თვითონ მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე მასალები არის ისეთი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმეს სრულიად საიდუმლო გრიფი ჰქონდეს. ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაცია სამართალდაცვავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ, რაც შეეხება კონკრეტიკას, თუ უცხო ქვეყნის დასახელება, ასევე კონკრეტული მტკიცებულებები უცხო ქვეყნის დასახელება. მოგახსენებათ, საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში.
არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად დამატებით ინფორმაციის გაჟღერება, რა თქმა უნდა, დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. საქმეზე მოპოვებული არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს. ხოლო თუ რა სახის მტკიცებულებები არის, მტკიცებულებების კონკრეტიკის გაჟღერებაც და მეთოდიკა გამოძიების, რა თქმა უნდა, აღნიშნულიც დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. მოსამართლე დავით კურტანიძეს დაახლოებით 9 საათი დასჭირდა საიმისოთ, რომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებინა გიორგი უძილაურისთვის. დღევანდელი პროცესი იყო დახურული, თუმცა განსასჯელის სკამზე იჯდა თავად ყოფილი მაღალჩინოსანი ფინანსური პოლიციის, რომელსაც დღეს დუმილი არ დაურღვევია.